სულ სადავოა რომელი ალოეა სამკურნალო და რომელი დეკორატიული. ამაზე ხშირად გვეკითხებიან. ჩვენში არის გავრცელებული სულ ორი ჯიში. ამ ორს ვიცნობთ ჩვენ. ერთი ალოე ვერა, რომელიც ნამდვილად აღიარებულია მსოფლიო ფარმაცევტების მიერ და იყენებენ როგორც სამკურნალო ალოეს და არანაკლებ საინტერესო და ძვირფასი ჯიში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ საქართველოში და საბჭოთა კავშირში ყველაზე უფრო გავრცელებული ჯიში ეს ალოე, რომელსაც ყველა ფანჯრის რაფაზე იპოვით და ყველგან შეხვდებით. ერთი ამბავი ალოებთან დაკავშირებით არის ის, რომ გნებავთ ალოე ვერა იყოს და გნებავთ ეს ჩვენთვის ცნობილი, კარგად ცნობილი ჯიში, უნდა იყოს 5 წლის და მეტის, რომ ვარგოდეს სამკურნალოდ. ეხლა ამ ქოთნებში რასაც უყურებთ 5-საცაა და 10-საც ეს დიდი ძირები, რა თქმა უნდა. ჩვენ ვამრავლებთ, რასაკვირველია, მაგრამ ვამრავლებთ ამ ღეროებს ვაჭრით ისე რომ აი ეს დიდი სქელი ძირები იყოს წვეროებიდან აღებული კალმები. არა ეს პატარა ამონაყრები, არამედ ამ წვეროებს ვაკალმებთ და ვამრავლებთ, რა თქმა უნდა, რომ გამოდგეს სამკურნალოდ. როგორი ჯანმრთელი და ძლიერი ჯიშებია, კი ხედავთ აგერ. მე ძალიან ვუფრთხი საერთოდ სამკურნალო რჩევების მიცემას. არ მიყვარს, როცა ვაძლევ რჩევებს, რაღაცა საექიმო რჩევებს, მაგრამ მე რაშიც ვიყენებ და როგორც ვიყენებ, ეგ შემიძლია კარგად გაჩვენოთ. ცოტა ხანი წყალში გავაჩერებ, დავალბობ, მოვაჭრი ასე ძველ ხოთლებს, რა თქმა უნდა. დალაქავებულია ბაღში, რა ვიცი, ხან ჩიტია, ხან სულ წვიმს ეს და ლოცვილი და მაგრამ მაინც კარგად გავრეცხავ, მერე გავაშრობ. ასე ვიყენებ. იცით რა, მისაღებად გულწრფელად რო გითხრათ, არ მაქვს მე ამის დიდი გამოცდილება და მაინდა-მაინც მიჭირს კიდეც რჩევა. ამბობენ, რომ ძალიან კარგია წყლული კუჭის წყლულისთვის, რომ ბევრი ვიცი მაგალითი და ამბავი, რომ კარგად უხდება ბევრ დაავადებას, მაგრამ მე გამომიყენებია ძალიან უებარია ყელის ტკივილის დროს და აი გაჭრილის დროს თითის ტკივილი, თითი თუ მაქვს დაზიანებული, ან ნამუშევარი, თითი თუ მაქვს, ან ხელი თუ მაქვს, აი ამ დროს. ეს ლორწო, რომელსაც ეს ჩვენი ალოე შეიცავს, მართლა უებარია. აი ჯადოქრობებს აკეთებს. ეს და კალანხოე, მე მგონი რომ ყველა ფანჯრის რაფაზე უნდა იდოს. აი მე ამ ლორწოს ძალიან კარგად ვიყენებ, ნახე რა ხასხასა და кайფერი აქვს. პირდაპირ, აი ასე ვაკეთებ ამას. ერთი პერიოდი გამიჩნდა ქერტლი. აი წვერის მოვლის დროს არაფერმა არ მიშველა, მე ჩემმა მეგობრებმა გამომიგზავნეს შვეიცარიიდან, გერმანიაში ვიყავი, იქაც ვიყიდე, არაფერმა არ მიშველა ამის გარდა. ძალიან კარგი საშუალებაა. აი ხელებისთვის კარგად რომ დაიბანთ საპნით, სარეცხი საპნით ვიბან მე ნამუშევარ ხელებს და მე ამას რომ წაისმევთ, როგორც პატარა ბავშვი ისე დარბილდება. აი თოთო ბავშვივით ამაზე უკეთესი კრემი, პირდაპირ მეტი არაფერი არ უნდა. უნდა შეიშროთ, რა თქმა უნდა, გაიშრობთ და ამაზე უკეთესი დამარბილებელი, დამატენიანებელი საშუალება არ არსებობს. კიდე ერთი რაც მიცდია და შემიძლია გითხრათ, ეს არის სტრეპტოციტთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას გადავაგდებ, ახალ ღეროს გამოვჭრი და გავთლი, როგორც ვაშლს ვთლით ისე, აი ნახეთ. აი ეს. აი ერთი ლუკმა გამოვა დაახლოებით ასეთი. კიტრივით, აი ეს რბილობი უნდა გამოვჭრა. მე ასე გავაკეთე რამდენჯერმე და ძალიან კაი საშუალება, ხშირად მტკივდება ყელი, შეიძლება გაგანია სიცხე იყოს და მე ყელი მაინც მტკიოდეს. არა აქვს ამას ჩემთან გაცივებასთან და არაფერთან დაკავშირებული ეს არ არის. დავნაყავ ჩვეულებრივ სტრეპტოციტს, ჩვეულებრივი აფთიაქის სტრეპტოციტს, ასე ჭიქით, უებარი საშუალებაა. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ცხოვრობდა ერთი რუსის ქალი და იმან მასწავლა ეს სტუდენტობის დროს. აი 2 წალ სტრეპტოციტს დავაყრი ამაზე. და ეს საკმარისია იმისთვის, ამას თუ კი შეძლებს ადამიანი და ამას გადაყლაპავს, ძალიან მჟავია. ახლა ნამდვილად არ შემიძლია, მე კოვზით თაფლი მაქვს გამზადებული და იმას მივაყოლებ ხოლმე. მაგრამ თუ ამ ლუკმას ყელის ტკივილის დროს ადამიანი შეძლებს და გადაყლაპავს, უკეთესი წამალი არ არსებობს. ეს ნამდვილად გამოცდილია. თუ
თუ კი ოთახში გექნებათ ამ ფანჯრის რაფაზე გარეთ შეგიძლიათ შუაგულ მზეზე დადოთ ეს მცენარე. რა თქმა უნდა, ფოთოლს მოაჭრით. ეხლა ამას ბევრი აქვს მოჭრილი უკვე ნახეთ, აი. და იზრდება. მერე ძალიან რომ აიწოწება და ძალიან ამაღლდება, მერე მთლიანად გადავჭრი აქ. და გვერდებიდან ამოიყრის. და დასკელდება და აი ეს კიდე უფრო ადვილი გასარჩევია. ეს ალოე ვერას კიდე უფრო სქელი ფოთლები აქვს. კიდე უფრო ხორციანი და კიდე უფრო ადვილად გამოჭრით. და სხვა რჩევები გულწრფელად რო გითხრათ, ტყუილია რომ მე რაღაცები გასწავლოთ, იმიტომ რომ თვითონ არ გამომიყენებია სხვა რამეში და ეს რაც თვითონ გამომიცდია და ნამდვილად ვიცი ამას როგორი ლორწო აქვს, ნახე, აი. აი ეს არის ნამდვილად უებარი რაც არის. აი ხელები ახლა დღეს გავდითელი დღე და საპონივით ნახეთ, აი. ცოტა ავაკაფებ ასე. ყველა ხელის კრემს, ყველა იმ ქიმიურ საშუალებას ფრჩხილებს არბილებს. თან დეზინფექციას უკეთებს, იმიტომ რომ ძალიან მჟავია და სიმჟავე კარგად ასუფთავებს და თან მე მგონი კიდე უნდა იწვიმოს და შეიძლება გავგიშდე. ისია მოღრუბლული გეგონება შუაღამია. ასე ბატონო, მე მგონი რომ ალოე ყველას უნდა კონდეს. თუ ეს და თუ ალოე ვერა.